მოგესალმებით მეგობრებო, ბროები მოგესალმებით. დავაზუსტებ, ვიწყებთ კვლავ ჩვენს საყვარლის თამაშს და სამ დავიწყებთ. მადლობა უთხრათ ჩვენს ხარდაჭერ კომპანიას, რომელიც ამ დრომდე მოუყვება და იმედია კიდევ გამოჩნდებიან, მაგრამ თქვენ ძალიან დიდი მადლობა და ეს არის ჩვენი ხარდაჭერი კომპანია კი არის Whitebit Georgia. ჩვენი ხარდამჭერი კომპანია კი არის Whitebit Georgia, რომელიც არის ევროპაში უდიდესი ცენტრალიზებული კრიპტობირჟის სანდო პარტნიორი საქართველოში. მიშა, ძალიან კარგი მაიკა გაცვია. მადლობა. ევენჯერების, შურის მაძიებლების 90-იანების თუ რაღაცა მოკლედ ორიგინალო ის არის. სად იყიდე ეს? ამერიკაში. ამერიკაში? ან გამოიწერა. გამოიწერა, ისე კი არ ვიყავით. ვაუ გაუქმდა. ძალიან კარგი. ვაუ, ძალიან გაუქმდა. ნაის, იმედია ჩვენს გვინდა რამე ეგეთი. ისე არ გინდათ ბროების რაღაცა დავიხატოთ და დავიხატოთ. ხო. კარგი იქნება. კაი, დავიწყოთ თამაში. როცა ბაკურიანიდან გამოგვაგდეს. ტაქსის ვაჩუქე საფულე. სისხლზე ვცეკვავდი. კაი, კითხვა რა იყო? ყველაზე დიდი სისულელე რაც ფრანზე გავიკეთებია. მოიცა, ანუ ყველას ისეთი რაღაც გვიწერია, რომ ისტორია უნდა მოუყვეთ, ეგაა მთელი ხიბლი. მიდი. იცი რა არის? სანამ ისტორიის მოყოლას დაიწყებ. ძალიან მალე სიახლე იქნება, გამარჯვებულს საჩუქრად იქნება 1000 ლარი. რო იცოდეთ. მართლა? ხო. ვა, რა კარგია. ეს ეხლა გითხარით თქვენს რო იცოდეთ. მე ძალიან მარტივი მაქვს. უბრალოდ ჩხუბი მოგვივიდა და სხვისი სისხლიც იყო და ჩვენიც და მოკლედ სადაც ტყეში სავით ვიყავით. ძალიან ბევრი დავლიეთ. ერთი წუთი შეგაწყვეტინე. ისეთი რამე არ მოყო, რომ დაგიჭირონ. არა, უბრალოდ სისხლში კი არა რომ აი რაღაცა ნუ გონიათ რომ უბე არ იყო, ხო, ხო, უბრალოდ ცოტა იყო რა, აი სოფელში რომ კლავენ იმას რა. ქათამს და აი ეგეთი რაღაცა იყო რა. და რა მეინტერესებს, ცეკვა რა დაგიწერე? ცეკვავდით მე. ანუ ძალიან დასვამი ვიყავი და მე მგონი დრო რა გავეცალოთ ამას. შენი სისხლი იყო? თუ ანუ სხვის ყველასი რა, რაღაცა 2-3 ადამიანის იყო. და მაგდენი ბიჭებმა სისხლი მოაგროვეს და იცეკვა დაიწყეს რა დაახლოებით. ნუ ეგ ცოტა უტრირებული მაქვს რა, რაღაც აი ძალიან ახლა არ იყო, მაგრამ მართლა რაღაც აი იმას რო აქვს ქათამს რო კლავენ ეგეთი. ეს ბავშვობაში იყო ალბათ ეგ 15 წელი. ბავშვობაში არა, მაგრამ 16 წლის იყო. რო არ დაგიჭირონ მაგაზე ვჩალიჩობდა ვაკით მაცალე. ოი. 18 წლის ვიყავი. და საქართველოში არ იყო. ხო, საქართველოში არ იყო საათაში. საქართველოში არ იყო და სადღაც 13 წელს იყავი კი ბატონო. იმაში იყო სადღაც ტყეში. ეგ სასაცილოდ გახსენდება, ანუ სასაცილო ვაფშე არ მახსენდება. სასიამოვნო. ეგ კითხვა არ იყო რომ სასაცილო. როგორ კითხვა იყო? მგონი იმპოსტერი ვიცი ვინ არის. მეც ეგრევე. კაი, მგონი კაი, მოდი გავაგზავნოთ, იცი რა არის? მოდი კოსტა მოყვეს ახლა, იმიტომ მე და კოსტა, ეხლა რაც დაწერა კოსტა, მე მანდ ვიყავ. რა იქცია? მანდ ვიყავი როცა ბაკურიანიდან გამოგვაგდეს. მიდი მოყევი კოსტა და მე გეტყვი რაღაცას. აქ ერთი ისტორიას არ იტყვის. მოკლედ ბაკურიანში რამოდენიმე ადამიანმა, მათ შორის გიორგიც იყო ჩემთან ერთად, სწორად ვერ დავთვალეთ ჩვენი ჩეკაუთის დრო. და ისე გამოვიდა, რომ აი ბოლოს წინა დღეა სტუდენტები ვართ, ვაპირებთ რომ რაღაც დავლიოთ, სასწაული გავაკეთოთ და მეორე დღეს მივდივართ. და აღმოჩნდა, რომ ჩვენი ბოლო დღეა და დაგვადგნენ სხვები, რომლებმაც იქირავეს ეგ კოტეჯი და ღამის 11 საათზე აღმოჩნდით ბაკურიანში. უკვე ტრანსპორტიც აღარ მოძრაობდა და თბილისში ვიყავით წამოსასვლელები. გეგირა თქვა? შესნომა დაუშვა. უნდა დაგველია. უსმენდი ხა? ხო, არ უნდა დაგველია? არა. რა იყო მან და კითხვა რა იყო? გახსოვს? თქვი ეს წამს. არ უთხრა გაბრიელ. ყველაზე დიდი სისულელე რაც გაკეთებია. ნასვამზე. ეს იყო კითხვა. ნასვამ, აუ. ასე ხარ მარტივად ვიპოვეთ იმპოსტერი. მე ეგრევე მივხვდი რა. ხო. ჩემი ისტორიას მოყვები ხა კოსტა უკვე. ხო, კაი. სტუდენტები წავედით. რაღაც სადღაც არ მახსოვს. ლაუნჯი. ლაუნჯი თუ რაღაცა იყო. და იმდენი დავლიეთ. ის არ მახსოვს, ეს ფაქტი არ მახსოვს. მართლა რა ვაჩუქე რა, მაგრამ მე აღმოჩნდა და მითხრეს რომ იცი რა, რომ მიხვედი სახშიო, ტაქსის აჩუქე საფულეო. თული დალევები გქონდა. ხო, არ ვიცი. ბიჭები ეხა ყველა ვინც გვიყურებს ეს რაღაცებს მოყვებიან რომ ეხა რა ვიცი. მოკლედ სტუდენტობა ძალიან მაგარი იყო და შეირიგეთ მაქსიმალურად, იმიტომ რომ ესეთი ისტორიები ვარ რომ ბევრად უარესი ისტორიები გვაქვს ყველა სამივეს. უბრალოდ ამერიკაში ხო არ ვიტყვი. არ ჯდება ფორმატში. კი ბატონო. ხო, ბაზარი არა. მე მაქვს პირადად და უბრალოდ კი, ან მეც როგორი თემა იყო, ამას ხო წერდი. მანდეს ხო რაღაცა მეწერა და მოდი ეს არ გვინდა კონტენტისთვის. ხო. კარგი, მოდი 3 2 1 კოსტა. კოსტა, შენი კითხვა რა იყო? ჩემი კითხვა იყო, ყველაზე დიდი სისულელე რაც გაგიკეთებია და ეხლა სასიამოვნოდ გახსენდება. კიბოს წამალი. ხელოვნური ინტელექტის რობოტი. ტელეპორტაციის მანქანა. ნიმთი რაც გინდა რომ მოიგონო მეცნიერება. კაი, მე ვიტყვი რატო დავწერ. მე ვფიქრობდი, თავიდან დამეწერა სინათლის სიჩქარით მოძრავი კოსმოსური ხომალდით ხო?
რომ სხვა galaktikებში მოგზაუროთ, რო იკუმშებ მთელი ამბებია. მაგრამ მე რატო გავირთულო ეგრე საქმე თქო და ეს დავწერე რა ტელეპორტაციის მანქანა. თუმცა უფრო რეალურია რომ სინათლის სიჩქარესთან მიახლოვებული რეალური დიდათ არ არის, მაგრამ არა, მიახლოვებული სინათლის სიჩქარით ვერ იმოძრავებს ვერაფერი, რასაც მასა გააჩნია, მაგრამ მიახლოვებული. მიშას იმ რაც არის რა კიბოს წამალი რა. ძალიან მაგარი რამეა. ძალიან მაგარი რამეა. უბრალოდ ეხლა მე ჩემი მას ვიტყვე, რაც ყველაფერს აერთიანებს მგონი. გორე, მე დავწერე AI რობოტი რა. მიდი, დაგვიმტკიცე. მოიცა, AI რობოტი უკვე არსებობს. არა, ეგეთი AI რობოტი და სირობა არა მე. ამაირად, ნუ უკვე არსებობს, ეს ფაქტია. ალტრონის დონეზე ვამბობ რა. ოღონდ მართვადი, დავაკონკრეტე. მოიცა, ალტრონის დონეზე იყოს, რა ვიცი ახლა. მართვადი. სხვა რამეს ვიტყვე, გორე. რობოტი, რომელიც იმ დონეზეა განვითარებული, რომ ნებისმიერი პროფესია ექნებოდა. დავიწყოთ. იქნებოდა ექიმი, რომელიც მეცნიერი, უფრო ექიმი არა. მეცნიერი, რომელიც კიბოს წამალს გამოიგონებდა. იქნებოდა მეცნიერი, რომელიც უყურე აი ამას გამოიგონებდა. იქნებოდა, ანუ უყურე ყველაფერი მიმყავს იმისკენ, რომ ცოტა სახიფათო, ცოტა კი არა, ძალიან სახიფათო არის. იმიტომ რომ ბოლოს გადაწყვეტდა, რომ ადამიანების მთელი ისტორია ომებია, ჩვენ არ ვიმსახურებთ ამ პლანეტაზე ცხოვრებას და კიდევ ბევრი ფილმი გამახსენდება მსგავსი სცენარით. კი, ტერმინატორი, სხვადასხვა შურისმაძლებლები, ანუ ალტრონის ერაში ეგრე არის. მე რობოტი. ასევე შეუსრულებელი მისიის ბოლო გამოვიდა ნაწილი, no spoilers, მაგრამ კაი ფილმია, სხვადასხვა გამისორდა. ხო, ბევრგან არის ეს თემა და ანუ სახიფათოა რა პირდაპირ, მაგრამ მაგას ვიძახი, ამას იმით ხსნი, რომ ანუ ბევრ პრობლემას მოაგვარებდა. კი, არა, ნამდვილად. და იცი რა არის, კიბოს წამალს რაც შეეხება, მე ეგრე ვუყურებ რა. მე საერთოდ მგონია რომ კიბოს წამალი არსებობს, ცოტა შეთქმულების თეორიებში და მეც რატომღაც მგონია, მაგრამ ნუ ჩვენ არ ვიცით. ანუ დღეს როცა ეგრე არის განვითარებული ყველაფერი, აი ძალიან მიჭირს მაგის წარმოდგენა, რომ კიბოს წამალი არ არსებობს. ძალიან მიჭირს მაგ, აი ნერვები მეშლება მაგ ფაქტზე რა და იცი რა მგონია? კიბოს წამალს თუ გამოიგონებენ, აი ნახავ, რამდენიმე წელიწადში ძალიან ცუდ რამეს თქვი შეთქმულების თეორიაში ვარ გადასული რაღაც. ახალი დაავადება იქნება, რომელიც განუკურნებელი იქნება და მორიგი რაღაც კიბოს მსგავსი იქნება რაღაც. უეჭველი იქნება, ხო? აი მაგიტომაც აი ეგით რაღაც არ დავწერე. ნუ, მაგრამ დღესდღეობით ამ საუკუნეს მაგრამ სხვათა შორის აი ჩვენს ბავშვობაში რომ სიმსივნე განაჩენი იყო, ეხლა ხარ ნახე სტატისტიკა გამოდენიმე კვირის წინ რომ 80% სიმსივნის ფატალურად აღარ სრულდება. ანუ ადამიანი არ კვდება, რაც ძალიან დიდი პროგრესია. მეც გეთანხმები, რომ დიდი ალბათობით არსებობს, მაგრამ თავს ვერ დავდებ, თუმცა რაც არსებობს და ზუსტად ვიცით, ეგეც ძალიან მაგარია. 3 2 1 გიშა. მე მითხარ ხო? მე ვიყავ იმპოსტერი. და რა ქონდა კითხვა? კოსტამ რას თქვა ერთ-ერთში, ეგ იყო ჩემი კითხვა. რომელი გამოგონების გეშინიაო ყველაზე მეტადო და დედაფეთქებულის მეშინია ყველაზე მეტად. კი ბატონო, ანუ ლოგიკურადაც და კოჩარ ბიჭებო, ლეგიტიმურადაც. კარგად თამაშეთ. ნუ შენ განსაკუთრებით მაგრად თამაში, იმიტომ რომ ერთ-ერთში წახვედი ლოგიკაში. იმედია აი აქ არ მივიღოთ და ალტრონი არ გვეყოლება რამდენიმე. მეჭვება იქამდე რომ. რა გეჭვება, ვერ ნახე ეს Google-მა რა გამოუშვა, Google Veo თუ რაღაც რო არის, ანუ ბებია ჩემის გარდაცვალების დღე. როცა იურისტობა გადავწყვიტე. 17 ივლისი. კითხვა რა იყო? დე რომელსაც წაშლიდი შენი ცხოვრებიდან. და 17 ივლისს რა მოხდა? ანუ ჩვენ გვიწერია უშუალოდ აი რაც მოხდა ეგ გვიწერია და შენთან? უბრალოდ გამოსვლა ვერ ჩავაბარე, მოკლედ რა გამოსვლა ვერ ჩავაბარე? სკოლის პერიოდი რაღაც და ეგ არის შენთვის ყველაზე ცუდი დღე? ხო, იმიტომ რომ ვაპირებდი ამ გამოსვლის შემდეგ ვაპირებდი წასვლას უცხოეთში და ვერ ჩავაბარე ინგლისურის, მოკლედ. და ვერ წახვედი მაგის გამო. 91 ქულა იყო საჭირო და 78 ჩავაბარე. არა შენ იცი ინგლისური კარგი. ხო, ვიცი. ანუ 3 ქულა მე უკეთ ისწავლე ინგლისური? თუ მაშინ ახლა მგონი უარესად ვიცი, იმიტომ რომ საერთოდ არ მაქვს პრაქტიკა. ხო, მე ხა არ ვიტყვი აქ არაფერს რა, ბებია ჩემს გარდაცვალების დღე ძალიან ცუდი დღე არის და. კოსტა, იურისტობა როდესაც გადავწყვიტე, მოკლედ ამაზე გქონდა ერთ-ერთ ეპიზოდში საუბარი, რომ სკოლის მერე აბიტურიენტობისას კარგად დაფიქრდით რა გინდა. გაიგ ბევრს ჭირს საქართველოში და არა მარტო საქართველოში. ან რეალურად 17 წლის ასაკში მე პირადად ეხლა ვიძახი ამ გადმოსახედიდან, რომ არ ვიყავი მზად მომეფიქრებინა ის, რა მინდოდა მეკეთებინა მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში. შენ ეგეთი ბედნიერი ცხოვრება გაქვს, რომ რაღაცა სკოლის გამოცდაში რო ჩაიჭერი, ეგაა ყველაზე სკოლის გამოცდაში ჩავიჭერი. ახლა ვიცხოვრებდი კარგ ქვეყანაში და რაღაცა კარგ რომელ ქვეყანაში მიდიოდი?
აი აი დაფიგრდა შეხედე ამიცი რა თემა იყო ესპანეთის ხმა უნდოდა მაგრამ ეს მან დამწვარი პონტი იყო რომ ესპანურს სწავლობს და არ გამოვიდა არა ესპანეთი არ იყო გერმანია იყო გერმანიაში მიდიოდი ინგლისურად დაბარებთ კაი გაჩქი კი ანუ ეგრე არის აბა გერმანულს არ ვისწავლე არა გერმანიაში თუ მიდიხარ არა ინგლისურ გერმანული თან გერმანიაში თუ მიდიხარ სასწავლებლად უფასოდ არის მაგრამ გერმანულად ხო და მაგიტომ ინგლისურად რომელ ქალაქში ჰამბურგში რატო ვიცოდი რომ ჰამბურგში თქო და წინასწარ მან იყო გერმანიაში ბოლოს და მაგი ვიც სხვა ქალაქში არა იმენა ჰამბურგში გინდა ხო დრეზდენშიც ჰამბურგში რატო გინდა არ მინდოდა უბრალოდ იქ იყო რა ფაკულტეტი იყო ფაკულტეტი არ იყო რაღაცა იყო რას ქვია სო მორჯა დამთავრდა 3 2 1 მიშა ხო რა იყო შენი კითხვა ჩემი კითხვა იყო ღე რომლითაც ყველაზე ამაყი ხარ და გამოსვლაში რომ ჩაიჭერე იყო ხო უბრალოდ ეგ მოვიფიქრე მე იმიტომ რომ კითხვა რო გაიგე ხო აბა გამოვხდა 17 ივლის საქართველოში გადმოვედი საცხოვრებლად ხო საცხოვრებლად გადმოვედი საქართველოში საერთოდ მაგარია კაი გადავედი შემდეგ ეტაპზე და სხვათა შორის ამდენი ხანია ვიდეო მიდის და ის არ გიქონს რომ გამოგვიწერო ხო გამოგვიწერო გამოიწერეთ ჩვენი არხი და გააქტიურეთ ზალის ღილაკი გააქტიურეთ არ დაგავიწყდეთ ხო კი ზალაში გააქტიურონ ეს ზალის ღილაკი გააქტიურეთ სამზარეულოს ღილაკის გააქტიურეთ და მაგრამ ყველა ღილაკი ჩაგდეთ სახლში გიორგი გაბრიელი გიორგი კითხვა რა იყო ოთახში ყოფთაგან მისთან აქვს ყველაზე მეტი მოგონება ხო მე ვფიქრობდი კოსტას დაწერას კოსტამ მეწერა წავშალი და მე დავწერე ჩვენი პროდიუსერი გაბრიელი რომელთანაც იგივე რაოდენობის მოგონებები მაქვს რაც კოსტასთან მე ორი ვარიანტი მქონდა ყურე კოსტა გაბრიელი კოსტა მეწერა უბრალოდ გაბრიელი დავწერე იმიტომ რომ მინდა ჩვენი პროდიუსერის შესახებ იცოდეთ უსაყვარლესი ბიჭია დასაოჯახებელი და ნომერს ამოვანათებთ აქ და მაგალია თან რა ხო და სხვა შეს ერთ-ერთი ვთქვათ რა ერთ-ერთი YouTube-ის ტელევიზიის YouTube-ის არხზე ხშირად ჩანს და ძალიან წარმატებულადაც მოდი ესე იყოს სპორტის განხრით 3 2 1 მიშა ვისმის ხმა მიშას შენი ყავი იმპოსტერი არა მიშენი ყავი ხო გაქონდა კითხვა ყველაზე მეც ვინ ჭამს ამ ოთახში არ ჭამე ყველაზე მე და შენ შენ უფრო მეჭამ ძმა აი გავჭამ უფრო მაგდონალდს შეკვეთაზე ვილაპარაკო რა დავაი ორი ორმაგი ჩიზბურგერი და big taste-ის მენიუ რომბოვია ჩემი ერთი წამ შეგას უყვეთავ big taste menu მარტო სანახი აი უყვეთავ ხო ბიჭო შენ უკვე ორი ორმაგი ჩიზბურგერი big taste menu და ჯიჯი ხო კაცო რა გიორგი ჩემ რასაც აკეთებ უნდა აკეთოს საფუძვლიანად და თუ ჭამ უნდა ჭამო საფუძვლიანად მაგიტომაც ვართ სამივე 100 კილო ჩემი მოგლედ ვინც გვიყურებს და თუ მოგწონთ ჩვენი გადაცემა და ვიდეოები გამოგვიწერეთ რა ერთი წამის ამბავია და რა ვიცი გენდალფი ფროდო ლეგოლასი კითხვა რა იყო ბეჭდების ძანებელი სამყაროს რომელი პერსონაჟი იქნებოდა ო ჩემზე წამოვა ლეგოლასი ლეგენდა არის გენდალფი ჯადოქარია და ფროდო ანუ შენ გინდა რომ იყო დაბალი და მთელი 3 ფილმი მიდიოდეს სადაც გოლუმი გაბოლებს მერე კლავს რაღაცა არსება თან ძალიან ცუდად გკლავს კლავს არა მარჭობს იმას ხო ნუ კაი მერე გაცოცხლებენ მერე კიდე იქ დგახარ სულელივით რამ 3 ფილმია იქ მიდიხარ და არ გინდა რომ გადააგდო და ბოლოს სპოილერები იქ ვინმეს არ აქვს ვის არა ლოტრი თუ არ გაქვს ნანახი ამასაც არ უყუროთ ყველაზე მაგარი მომენტი რა არის ფილმში რა აბა რა ეს საძმო შეკრებილი არის იქ დასაწყისში რა ფილმის დასაწყისში ყველანი რო არიან რა უნდა გადაწყვიტონ ბეჭედს რა მოუვა რა ფროდო ადგება რა ყველანი ესენ ჩკუბობენ რომ არა ბეჭედი ჩემი არა ჩემია და ფროდო ადგება და იტყვის მე წავიღებ ბეჭედს შენ დამარწმუნე კი მახსოვს მაგრამ ვერ დამარწმუნე უმაგრესი სცენა არის მოსწავლი მაგას მარტო ის სცენა მიქჩნია ლეგოლასი რო იმას ებრძვის გაქვია სპილოს ძალიან ესთეტიური კადრია ლეგოლასი ლეგენდაა მაგას არა ლეგენდას თავი დაანებე ანუ აი კადრიც კი მიქჩნია აი ერთავს იმაზე რა ფიქრობ რომ გენდალფიც რაღაც ანუ ხო გენდალფის რაღაცა სტაილი ტიპი არ ფიქრობ ხო ცოტა ჯერ ერთი რამდენი წელია ტიპი ცხოვრობს რაღაცა 500 წლისა თუ რაღაცა ეგრე არაგონი თქვი არ მინდა ოდით ხან არ მინდა მაგრამ ტიპი ჯადოქარია ამაზე უკეთესი რა ხი ჯადოქარია კაი ხან თეთრი მერე ხდება 150 წელი ცხოვრება არ მინდა გაიძახი და 500 წელია აი მე ახლა ნუმადებ ხელს ფროდო აიჩემა ტიპმა და ახლა მე დამადო ხელი 3 2 1 გიორგი ხო გითხარი ეს ამისთვის უნდა მიგეცათ ხო შენ იყავი იმპოსტერი
მარა მე ვიყავი. მე ვიყავი და ჩემი კითხვა იყო ყველაზე მეტად ვინ გაღიზიანებს. ხო, ანუ რა ფროდო ბიჭო, რა ფროდო რა მოიფიქრე. თან დებილია. მოკალეთ რა. თქვენ კი ფროდო არ ვიცი, მაგრამ არც თუ გამოიწერთ ძალიან გაგვახარით. სხვათა შორის ბიჭო, ძალიან ბევრი მოდის უკვე ქუჩაში და გვესალმება რა. და ძალიან უსწორდება. ძალიან დიდი მადლობა სხვა. მე რა მაგრამ იცნეს, ეცე მაღაზიაში ხო გამიჩერე რა და მაღაზიაში შევდიოდი 4 ბიჭი იდგა და ნუ მიყურებდნენ და გავიარე რა და უკნიდან ხმამესმის ეს ხო ისა სამნიგო თამაშობენ და მელოდი. ანუ ბიჭებო, ჯიგრები ხარ და კონკრეტად რაგი. არა ჯიგრები არიან კაცი, კაი. ძალიან გვახარებს და აი მაგრა ასწორებს რომ აი ფსიქოლოგს გამოხატავთ, აი ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის, აი ძალიან ბევრს. კარგი, მოდი მე დავიწყებ შემდეგ რაუნდს. ჩინური მასაჟი. უძრავი ქონება. ვიდეო პროდაქშენი. კითხვა რა იყო? $1,000,000 რომ მოგცემ იმ პირობით რომ რაღაც ბიზნესში უნდა ჩადო. რა ბიზნესს დაიწყებთ? ნუ მე ლოგიკურია. ვიდეოგრაფი ვარ. იცი არის. ვიდეო პროდაქშენი უკვე გვაქვს ძალიან პატარა. მე და მიშას უკვე გვაქვს ვიდეო პროდაქშენი, ამიტომ აქ თემაშიც თუ გინდათ კომპანიებს, ვინც უყურებს კომპანიის წარმომადგენელი, გეტყვით რომ ძალიან დიდი პროექტები გვაქვს ჩაბარებული. და ვინმეს ინვესტორად თუ უნდა ჩადოს $1,000,000 არ გვინდა, მაგრამ $300,000 არ გვაწყენდა. თქვა კომპანიები ვინც გვაქვს ჩაბარებული, არ გვინდა. არ გვინდა. ხო. ჯობს არის ცოტა ჩვენ არ ვართ პროდაქშენი ვართ, ამიტომ ჯობს არის ცოტა და ასე შემდეგ. კაი. მასაზი რატო მასად ლატო მაიცი. ნახე, იმიტომ რომ საქართველოში რაღაცა ბოლოდღა მოიყო რა. ქუჩებში რომ დადიხრეს, ანუ არ მოდიან შეთა ჩინელები, რომ მასაზი 20 ლარი და რავი რა. მოდიოდნენ? ქუჩაში კი კაცო, ქუჩაში ვინ მოდიოდა? რა ქუჩებში დადიხარ ეგეთი? მასაზი გინდა? აბა გვითხარი. ელიქიშულზე მოვიდა ერთხელ ტიპშა და მასაჟი იყო არ გინდაო. მე და ჩემი ძმაკაცი მივდიოდით და რა ქუჩებში დავდიო. მასაჟი არ ვიცი ძმაო, მაგრამ მე და ჩემი ძმაკაცი კაზბეგზე ვიდექით, ტაქს ველოდებოდით და ტიპი მოდის რა, ვიღაცა 50 წლის ქალი იყო რა და უკაცრავად აქნუთ გახართო ეს ბოზების ადგილი არისო, ჩემს ადგილს ნუიკავებთო რა. თან ჩემს ხო? ჩემს ადგილს ნუიკავებთო რა. არა, ისე მაგარი, ანუ ბოზებს განაწილებული აქვს, ხო საკუთარი კვადრატი. ეგ ახამდე არ იცოდი? აბა რა. ბოზებს. ანუ ამ კვადრატში ბოზი მე ვარ ხო? კაი, ჩინური მასაჟი გინდა, ხო კოსტა მოგაკლ. ისე ხარ ნამყოფი? არა, არ ვარ ნამყოფი და მე სუფთა ბიზნესის პრიზმიდან ვუყურებ რა. პრიზმიდან ვუყურებ. რომ მაგარი ბიზნესი იქნება ჩინური მასაჟი. საერთოდ არ არის კარგი ბიზნესი. რატო არა კაი ბიზნესი? რატომ არის კარგი? რატო? ანუ აი ხო, ანუ ბოზებს ხო თავი დაანება ეგთან არა ლეგალურია და ვაფშე ამორალურია. ლეგალური გინდა? არა, კაცო. არა, ნუ მასაჟი ლეგალური. მართლა მასაჟი გინდა? მართლა მასაჟზე გულისხმობ. ანუ ჰეპი ენდინგის გარეშე? ხო, ანუ იმ ჰეპი ენდინგის განუ ჰეპი უნდა იყოს მომხმარებელი. მაგრამ ხო, ანუ ენდინგი არ უნდა კონდეს. პირდაპირ მნიშვნელობით აი სარელაქსაციო სპორტული და ასე შემდეგ მასაჟი ბიჭო. ეს უკვე რო აპრავებს. $1,000,000 ხო. ხო. რა არის $1,000,000 არა. რას გია რა არის? ანუ ნახე ამან დაწერა უძრავი ქონება. ო, უძრავი ქონება დავწერე. ერთი წუთი. უძრავ ქონება. აი მე ვარ იმპოსტა. ანუ სვეჩი ვერაფერი მოვიფიქრე. აი ეს როგორ უნდა გავაправო ეხა. თქვენ რას იზავდით ჩემს ადგილას დაწერეთ კომენტარებში. თან ბიჭო ვაპირებდი სამშენებლო ბიზნესის დაწერას. ხო. და ანუ კითხვა რა იყო? კითხვა მქონდა ბიზნესი, რომელშიც ვერ ხედავ საკუთარ თავსო რა და სამშენებლოს დაწერას ვაპირებდი და ბოლო მომენტში მეთქი კონტენტისთვის რაღაცას ვიღალავებ თქო და ჩინური მასაჟი დავწერე. ძალიან კარგია. არა და სამშენებლო რო დამეწერე შეგიცრულებდით ხო, მარტივად. თან ახლოს ვიქნებოდი და მე გეტყოდი რომ ბაზარი არ არის. მოკლედ ძალიან დაძაბული თამაში მიდის. ყოველას -2 გვაქვს. თქვენ არქი გამოიწერეთ ჩვენი, ძალიან გაგვახარებთ და ეხლა გაიკვევა ვინ ახლა გადაწყდება აგებს და ვინ დაიჯდება. ახლა ვინ დაიჯდება? თქვენს მიერ სხვათა შორის. ასტრონავტობა. პრეზიდენტობა. ექიმი. რა პროფესიაზე უცნებობდი ბავშვობაში? ასტრონავტობაზე ეხლაც ოცნებობ იდეაში, მაგრამ არ გამოვა. შენ ექიმობაზე ოცნებობდი? ხო. და სულ მაგას მეუბნებოდნენ, რომ ექიმი და მეც მაგრა მომწონდა. და იმიტომ რომ ექიმი არის ადამიანი, რომელიც ანუ მე წინაზეც ხო გითხარით, რომ ჯანმრთელობის პრობლემა არის ყველაზე დიდი პრობლემა ჩემი აზრით და ექიმი მაგას ამ პრობლემას აგვარებს, მაგრამ ისე მაინტერესებს, ამდენი წლის იყავი. ანუ რომ მაგას აცნობიერებდი ხო? მე 5 თუ 4 წლიდან მქონდა აი ეს სახში მარტო მე ვიცი წნევი. გაზოვა? ხო, აი ეს რაღაც გავიგე, ყველას გვაქვს ეგეთი კაც. კოსტა შენ ამდენი წლის იყავი, რომ მაგას აცნობიერებდი?
ბიჭო და ასტრონავტობა ბევრმა არის ის მაგას აქში რა ნუ მაგ დროს კოსმონავტობას ვეძახდი მაგრამ ეხლა სწორად დავწერე დაახლოებით ალბათ 10 წლის საეგრე სადღაც რა მე ბევრად ცოტა ვიყავი 4-5-ის ვიყავი ხო მაგას მეც 4-5-ის რო ვიყავი არც მახსოვს მე ეგრე მგონია ყურე იცი რა არის ჩემსაც ვიტყვი რა მე ბავშვი რო ვიყავი ჩემი ისტორიას მოვყვები რა მე და ჩემი ბავშვობის მეგობარი და მეზობელი ეგეთი ისტორია არის დათა რა ძალიან საყვარელი კარგი ადამიანი არის და მოკლედ მე გავიძახოდი რომ პრეზიდენტობა მინდა მეთქი რა 5 წლის ვიყავით რაღაც და პრეზიდენტობა მინდა თქო ვიძახდი საქართველოსი როგორ გიგული არა გივიტყვი ვიძახდი რომ საქართველოს პრეზიდენტობა მინდოდა თან ეს პერიოდი იყო რა შევარდნაძე მე ისა და მაგრამ მინდოდა რა თამაში პრეზიდენტს ჰქონდა რა ეს უფლება მოვალეობები ხო საპრეზიდენტო ქვეყანა ვიყავით ხო და მას გავიძახოდი და დათას აქვს ეგეთი რაღაც ნათქვამი რომ მეც მინდაო პრეზიდენტობაო რა მაგრამ გიორგის თუ საქართველოს პრეზიდენტობა უნდაო მე ამერიკის ვიქნებიო ხო და ხოჩაგდათა კი ძალიან კარგი პასუხი იყო რაღაც მომეწონა და ეგეთი ისტორია მაქვს თუმცა რა წლები მე მომემატა ეს ფიქრი რომ პრეზიდენტობა მინდოდა აი წელი მემატებოდა სრული იქლებდა იმიტომ რომ პოლიტიკა და აი არ შემიძლია აი პროსტა არა საქართველოს აქცენტ ნორმალურ ადამიანს არ შეუძლია პოლიტიკა ხო აი არანაირად და ბოლო რატომ ვერ გადადგე ეს ნაბიჯი ანუ რაღაც არ მინდოდა სურვილი არა ვერ გადადგა ნაბიჯი გასულ პრეზიდენტობა იქჩევდით და არაო ამან ანუ მაგას გეუბნები რომ პოლიტიკაში წასულიყავ ბიჭი 5 წლის ვიყავი მეთქი მე გადავები მე 10 წლის ასაკში უკვე ფეგურთელობა მინდოდა მე გეტყვი რატო ვერ გადავდგე ეს და ნუ ხო ეგ ახლა გასაგებია მე ფეგურთელობა მინდოდა და ფეგურთელობა უფრო სწორი კითხვა რატო ვერ გადავდგე ვიდრე პრეზიდენტობა ნუ კაი 5 წლის ვიყავი და 1-2 წელიწადი და ვსო მე ფეგურთელობა მინდოდა ფეგურთელობა იმიტომ ვერ გადავდგი რომ პირდაპირ ვიტყვი რა თქმა უნდა ტყუილი რა ზარმაცი ვიყავი ვარჯიში მეზარებოდა სირბილი მეზარებოდა და აი ბევრი ეგეთ ფეხბურთელი რო ყავდა მაგიტო მქონდა ცუდი ფეხბურთელი ეგეთ რომ გადადგა ეგ ნაბიჯი და ფეხბურთელი გახდა მაგიტო იყო ცუდი პერიოდი მაგრამ გაგვიმართლა ახლა ძალიან მაგარითაობა წავასული ეხლა ძალიან ყოჩაგდა შემოვევლე ბიჭებს რა ვიცი და მაგიტომაც და სხვათა შორის ამ ქვეყანაში ერთადერთი რაღაცა არის ფეხბურთი რაც სრულიად ერს პასუხისგებლობით ვამბობ სრული აერთიანებს სამწუხაროდ ხო, სამწუხაროდ რომ მარტო ეგა, მაგრამ ბიჭები რო გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე, იმ დღეს ეგეთი ერთიანი ქვეყანა ერი მე არ მახსოვს. ერთი მაქვს ნანახი. მოყოლილითაც არ ვიცი და კი, ერთი მაქვს ნანახი. როდის? 13 ივნისი. 13 რამდენიმე საათი. და რა ვქნათ ახლა? მე მაინც კოსტას გემიხრები, იმიტომ რომ ამ ვიცი რომ მაგრა გევასება. უბრალოდ რა გონია რომ ყველაზე მაგარი პროფესია რა არის, ან რაღაც ეგეთი კითხვა ქონდა შენ რა. მაშინ შეიძლება მიშაც იყოს, არ ვიცი, კარჩი ხა ძალიან უაზროს აი მიშა არ მონია. მიშაზე დარწმუნებული ვარო არა. 3 2 1 კოსტა. კოსტა თქვი? ხო. შენ იყავი? ხო. იდიოტი ხარ, ბაი. რა იდიოტიო? მიშაზე. მიშა არ გონია. ორი წამის წინ გო. მიშა არ გონია, მიშაზე არ დავადებ ხელზე. ბიჭო, არ თქვენ ორ შორის მაინც ვფიქრობდი და მიშაზე არ დავადებ. ხო, მაგრამ მე როგორ დამადე ხელი ბიჭო? რა მშობა აქვს? შენს მე დამადე ხელი. მიშაზე აწიე ხელი? მიშაზე არ გამიწევი. მიშა რა ქონდა შენ კითხვა? პროფესია, რომელსაც არასდროს აირჩევდი. და ექიმს არასდროს აირჩევდი, იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან რთულია. ზედმეტად რთულია. ასტრონავტობაზე რთულია და პრეზიდენტობაზე რთული არის. მე ასტრონავტობაზე რთული არა, მაგრამ მე მიშაზე გამდამარწმუნა, იცი, მართლა წინა ეპიზოდებში რამდენჯერმე ჯანმრთელობის პრობლემა ახსე. ამ ეპიზოდში ჯანმრთელობაზე გქონდა. ბიჭო, შექმნა რა პერსონაჟი აქვს შექმნილი რა. მართლა. ბაბოლებს ტიპი იმენა. არა, ყოჩა. კარგად მოგვატყუე. დოქტორ სტრენჯი არის. წინასწარ ნახულობს მომავალს რა. კარგი იყო. მოკლედ გამარჯვებული გახდა პატიცემული მიშა, ჯერ 1000 ლარს არიგებს, მალე დაიწყება ეგ გადაცემები. მალე დავიწყე. წინაზეც მე მოვიგე და. ხო. მოკლედ დადგა მომენტი, როცა უნდა გამოვავლინოთ ედიტორებს შორის გამარჯვებული. მე კი შეგახსენებთ, რომ ჩვენი სპონსორი არის White Bit Georgia, რომელიც გვეხმარება ამ გათამაშების წარმოებაში და შემდგომ უკვე კიდევ უფრო მეტი გათამაშებები გვექნება. ამიტომ არა მარტო ედიტორებს შორის, არამედ ზოგადად რა. მოკლედ შევარჩიეთ 6 საუკეთესო ედიტი, რომელიც ჩვენ მოგვეწონა და რაღაც პრინციპით დავალაგეთ და აი ახლა ამ 6 ედიტს უნდა დაუწეროთ ქულები. ყველა საერთოდ დაუწერთ და ჯამური ქულებით გამოვლინდება გამარჯვებული. მოდი დავიწყოთ. So, Broby is holding an editing competition. I have to join. The only question left is, will they like it? ოდრიკი. რემზი ბოლტონი. დეინერისი. კითხვა რა იყო? მოძალადე ავადმყოფი რატო არჩეთ? კაი რა რემზიტო? 1 კოსტა.
კაი, სტელი მივხვდით, ხო? ანუ არის რაღაც რა მომეწონა ვიტყვი, ფერები მომეწონა. ფერები რაღაც კარგია, რაღაც განსხვავებული დაწყება არის, რაღაც ცოტა ისეთი. და ისეთია რა. მაგრამ ყველაზე განსხვავებული იყო, მაგრამ მე ცოტა მოსაწყენია. ხო. მელოდია და ჩვენი კადრები ცოტა ისეთი იყო. კადრები გადადის უბრალოდ. აგათა ფერები კაია და ის გახმოვანებაც კაია, სხვათა შორის ბროები. კი. მოდი ახლა ქულები ვთქვათ და მეც თან მოვინიშნავ აქ ვინ რა ქულას ვიტყვით. კაი, მოდი მე დავიწყებ და 6 დავუწერ ამ ვიდეოს. მე დავუწერ 7. 5 დავუწერ მე. შენ დავუწერ. დასაწყისისთვის დავუწერ 5 და. ოუ, ვიშა გავკაცრი ხა. და ეს არის ჯამში 18 ქულა. კარგი, გადავიდეთ შემდეგზე. 1021. 1099, 1025 წლები. მე-12 საუკუნე. მე-12 საუკუნეში. იმიტომ რომ საქართველოს ამ პერიოდში იყო ყველაზე ძლიერი და თამარ მეფეს იყო მეფე რა. ხო და მაგიტომ თამარის გამოდაწერა. თამარის გამოდაწერა. ჩვენ ეს წლები იმიტომ დავწერეთ, რომ თურქ-სელჩუკების ხოცვა ლეტვა კარად გვენახა. სადარი შენი მეფე. თუ ასე იცავს თავის ქვეშევდომას. ჩემი მეფე თავის რჩეულ მხედრობასთან ერთად არის და თქვენს დასამარცხებლად მოემართება. გადავით მეფე აფხაზთა, ქართველთა, რამთა, კახთა და სომეხთა მეფისა და შარვანშა და შაჰანშა და ოვნის აღმოსავლეთისა და დასავლეთისა და ბრძანა მეფემ შახელგე ხსები უკან დასახები და იყო ბრძოლა, იყო თვითონი შუანტელმა დამი. ოჩახ, მე სხვათა შორის. იცი რა არის? კარგი არის თემატიკა. ანუ კარგი თემატიკა. ხო, შესრულება ცოტა ესეთი, აი ფერები არ მომეწონა. ფილმგრეინი ძალიან. ჩვენ ახლა პროფესიონალურად ვუყურებთ. ეგ იყო ცუდი ნამუშევარი, მაგრამ თუ ვუყურებთ ნახვებს რადოდო ადამიანმა, შრომა მაინც ჩადო. ლაიქებიც ბევრი აქვს ძალიან. ლაიქებიც ბევრი აქვს და ანუ ამ კუთხით ძალიან კარგი ნაშრომია, მაგრამ და ნამუშევარი, მაგრამ ისე პროფესიონალურად არ არის ეს. და თემატიკა არის ძალიან მაგარი, ხო? კარგი, მოდი ხმის მისმაზე გადავიდეთ კოსტა. ოკეი. 9-ს დავუწერ, იმიტომ რომ მართლა ჟუანტელმა დამინერა. მოდი, მე 9-ს დავუწერ, იმიტომ რომ რაღაც ემოციურ ფონზე დავუწერ და ცოტა პროფესიულად არ შევაფასებ. 9-ს დავუწერ, თან 260.000 ნახვა აქვს და 28.000 ლაიქი აქვს. კი, პროფესიონალურად მეც არ შევაფასებ, უბრალოდ გეუბნებით, რომ არ არის პროფესიონალური ნამუშევარი, მაგრამ 8-ს დავუწერ მე. კარგი. ოკეი, რამდენი გამოდის ჯამში? ეს გამოვიდა 26 ქულა. კარგი, ის 18 იყო, ეს 26. გავაგზავნოთ. იარარი, კატანა, ბიბლია. I am the Alpha and the Omega, the first. კარგი, მოდი ვთქვათ, როგორც ასეთი ნამუშევარი, საკმაოდ მარტივი გაკეთებულია. ანუ რაღაც დაჟე ჩვენი ხმაც არის ისმის, ფერებიც რაღაცნაირი არის, თემატიკაც რაც არის იესო ქრისტეს სურათებია ჩასმული. ანუ ცოტა რაღაც დააბნეველი ედიტი არის რა. თუმცა ხოლმე ესმის, ანუ რელიგიურ ფონზე არის რაღაცა გაკეთებული. ხო, არა, იდეურად კარგია. ხო, იდეურად ძალიან კარგი არის, ხალხს უცნაური არის ჩემთვის პირადად. ხო, ცოტა მეუცნაურება, ხო, რაღაცა. ვინმეს რო დაევალებინა ჩემთვის ედიტი გააკეთეო, ანუ ამ თემატიკას არ არის ჩერდი. ხო, მაინც რელიგია ცოტა ისეთი თემა არის და სენსიტიური თემაა, ნაკლებად რომ უნდა შეეხო ხოლმე. თან ისე არის გაკეთებული, არ ვიცი, ვერ მივხვდი რა ეს. იდეურად კარგია, მაგრამ რავი, ანუ ედიტზე ბევრი არაა რა, ნაწვალები, ნამუშევარი და ასე შემდეგ. ხო, სურათებია დასმული, მელოდია რაღაც. თავს სულ რამოდენიმე წამით ვართ, ანუ იარაღი, კატანა. ჩვენ რა შუაში ვართ ეგრე. არ ჩვენ პირდაპირ მეუცნაურება მაგრად ეს ვიდეო და კაი, ქულები დავწეროთ. 5-ს დავწერ მე. ჩვენ? 4-ს დავწერ მე. 4-ს. მოდი მე 5-ს დავუწერ. მოდი მე დავწერ 6-ს. ვაგრძელებთ, შემდეგი გადავიდეთ. სპაიდერმენი 90-იანების წლები. ეპიცები, იუაო, მაგის ბავშვების გამოვიძებდი და სპაიდერმენის უძებდი. ეგესაც მახსოვს, აღელაგობა. მეიდი ჯეინი როგორ გამეკორებოდა ეგეც მახსოვს. მორბიუსი, პლუს ის ხულიკი ძალიან კარგ მახსოვს. ვენომი, ვენომის კარგი. ეს ძალიან კაი იყო. ეს ძალიან მომეწონა, ნამუშევრადაც, იდეურადაც.
რა ვიცი, თან კომიქსებში რო ჩაგსვა. ხო, ეგ დრაფტია რაღაც აღებული, მაგრამ ხო, ხო, გემოვნებიანად არის გაკეთებული, ტიტრიც კარგი იყო, ფერებიც კარგი იყო, მელოდიაც კარგი იყო. თან ეთყობა რომ იშრომა რა, დრო დაუთმო, ანუ ის არ არის რომ ახლა ადექი და გააკეთე. სხვათა შორის ამ სპაიდერმენის თემატიკაზე ბევრმა გააკეთა. და შევარჩიეთ ეს, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ნაშრომი და ხარისხიანი ეს იყო. თორე აი სპაიდერმენის ედიტი ძალიან ბევრი იყო და თან როგორი ედიტები იყო, იცი, ეს ჩვენი საუბარი წება და მე რაღაც ინტერნეტში აგებული კადრები ადებს რა და არაფერი ისეთი. სპაიდერმენის ინტრო იყო ხოლმე როგორც წესი დადებული მე რა ხო. მოდი ხულები. მე დავუწერ ამას 900. მოდი მეც დავუწერ 900, იმიტომ რომ ბევრი ნახვა არ აქვს და ერთი მაგაში რა. და რაღაც სუსტი დასაწყისი იყო რაღაც. უკეთეს დასაწყისი შეიძლება, მაგრამ 9. მე 10 დავუწერ, იმიტომ რომ სპაიდერმენი არის ჩემი კი, მოკლედ. ერთ-ერთი ფავორიტი არის ეს ჩვენი რა. ძალიან მაგარი კულები გამოვიდა ვიდეოს. 28 კულა. კაი, ვაგრძელებთ. ხო რა იყო? ერთი? კი, ერთი კაი, ერთი ვისაც სპეციალური აქვს. ამ ვიდეომ დადო ყველაზე მეტი ნახვა. 280,000 ნახვა დაახლოებით. და შემდგომ ეს ედიტი რაც დაიდო, მეორე დღეს სხვამაც დადო ედიტი. მაგას აქვს 180,000 ნახვა. იმის ედიტი არ ჩავსვით, იმიტომ რომ პირველი ეს ადამიანი იყო და მისი იდეა იყო და მე სხვა რომ დადო. ცოტა რა უსამართლო მგონია. რაც შეეხება ედიტს, როგორც ასეთი ემოციური ესეთი ედიტია, მე ძალიან მომეწონა. ძალიან საყვარელი ედიტი. ხო, ძალიან საყვარლობა არის. და თან იცი რა არის, ცოტა ნაშრომი იცი რა არის, YouTube-დან აქვს კადრები აღებული. და აქვს 1.6.7 YouTube-ის ვიდეოდან აქვს აღებული კადრები და რაღაც ქვრივ შრომაც არის ჩადებული რა. კი. თუმცა ხო ხარის აი პროფესიულად თუ შევაფასებთ, არის რაღაც ხარვეზე. მაგრამ მე პირდაპირ ვიტყვი მე 10 უწერ. ხო, მე ანუ გეთანხმები ყველაფერში და უსაყვარლესი ვიდეოა მართლა. მე 800 დავუწერ, იმიტომ რომ ცოტა ხარისხში მოიკოჭლებსავით ედიტი, თორე ისა ძალიან მაგარია. სხვათა შორის მეორე ვინც დადო და ნახვები სხვათა შორის ნახვებსაც ვითვალისწინებ და ლაიქებსაც. სხვათა შორის ოჩა. სხვათა შორის მეორე ვიდეო ვინც დადო, იმას უკეთესი ხარისხი ჰქონდა. უბრალოდ რადგან ეს ხო, ეს პირველი იყო და ის რო ჩაგვესვა, ანუ მოკლედ რა, ცოტა უსამართლობა პირველად მოიფიქრა ადამიანმა და თან მართლა რამდენ ვიდეოს უყურა YouTube-ზე იმისთვის რომ ესენი ამოეჭრა. მიშა შერასტო. რა, მე 800 დავუწერ ამით. 26 კულა და დაგვრჩა ბოლო ედიტი. კითხვა რა იყო? შეიძლება ვიდეო კარგი არა? კი, რა ვიცი, ჩემს ახლა ვინც იცის, ხო ვიტყვი. პოდრიკი ძალიან საყვარლობა ედიტი არის, ხარისხი მომეწონა, ფერები მომეწონა, თუმცა როგორც ასეთი თემატიკა ძალიან მარტივი არის. ხო, არა, ცუდი ედიტი არაა ნამდვილად. 800 დავუწერ. 800 დავუწერ. კი. მოინიშნოთ. 8. მიშა შერას დავუწერ. მე მომეწონა. მეც მომეწონა. მომეწონა. თან თემატიკაც მე მომეწონა თემატიკა, მაგრამ აი რაღაც ძალიან მარტივია. ხო. ძალიან მარტივია. 6. და მოდი მე დავუწერ 7. და ჯამში გამოვიდა 21 კულა. კარგი, მოკლედ უკვე ყავს გამარჯვებული. პირველ დღეზე გავიდა სპაიდერმენის ვიდეო, რომელმაც დააგროვა 28 კულა, როგორც მახსოვს. იშრომა ადამიანმა. კი. ძალიან კარგი ვიდეო დადო. იმის მიუხედავად, რომ ყველაზე მეტი ნახვა არ აქვს დადებული, ჩვენ ვთქვით, რომ ნახვებით არ ვაფასებთ რა გამარჯვებულს და ძალიან მოგვეწონა ნაშრომი რა. პირველ დღეზე გავიყვანეთ სპაიდერმენის ვიდეო. აი რაც შეეხება მეორე ადგილს. მეორე ადგილზე გავიდა ორი ვიდეო. თიკას ედიტი და ასევე დავით აღმაშენებლის ედიტი. ორივეს აქვს თანაბარი კულები. მოკლედ, ახლა უნდა მივიღოთ განაწყვეტილება რა. ან ამ ორ ვიდეოს შორის მოვიფიქროთ მეორეზე რომელია და მესამეზე რომელია, ან მე გთავაზობთ ასეთ რამეს და ალბათ დამეთანხმებით სამართლიანი იქნება, იმიტომ რომ ორივე ვიდეომ დადო ძალიან მაგარი ნახვა რა. 260,000 და 280,000 ნახვა. ძალიან ბევრი ლაიქები აქვს რა და ფიქრობ სამართლიანი იქნება, რომ ორივე გავიდეს მეორე ადგილზე. ანუ თუ პირველ ადგილოსანი იღებდა 250 ლარს და მეორე ადგილოსანი 150 და მესამე 150, 100 ლარს. ახლა ვქნათ ეგრე რომ ორივე მიიღოს მეორე 150. კი, უფრო სამართლიანი იქნება ნამდვილად. ხო, ამიტომაც რა, მე მაგას გთავაზობთ, რომ ნაწყენიც ასეთი არ დარჩება. თან ყველაზე მეტი ნახვა ამ ორ ვიდეოს აქვს. და თან ისეთი ვიდეოები არის, სადაც მე ბევრმა მოიპარა ეს იდეები რა. ვფიქრობ, არ იქნება ორიგო რა. კი, ჩვენი აზრია. მაგრამ უხარდებოდ კიდევაც ედიტის ავტორებს ორივეს. არც ერთ არ ვაწყენინებთ მოკლედ.